ამიტომ როდესაც ჩვენ ცხოვრებას ესე და თელ სამყაროს ესე შევხედავთ, გვახსოვდეს რომ თუ ჩვენ ესე ვიცხოვრობთ, ჩვენი მომრევი კაცშვილი არ იქნება. მით უმეტეს დღეს ესეთი დრო არის, რომ ძალიან ადვილია ადამიანის სტუნდეს. მე ხა დღეს რაღაცნაირად იცით რომ შემთხვევით ვარ, ვიყავი მონასტერში და არ ვაპირებდი ჩამოსვლას შობამდე. და რომ დარჩა 2 დღე ახალ წლამდე. გამახსენდა რომ ეს ტრადიცია გვაქვს ჩვენ და ვიფიქრე ეხლა აბა საწყლები მოვლენ, არ მოვლენ, ნუ გასაგები არ მოხვიდოდით. რაღაცად გული დამწყდა რომ აი ესე დარჩებოდით საცივიან სუფრაზე იჯდებოდით, იმედი მაქვს არ შეჭამდით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვიგზენდი რომ ჩემი მხრიდან ეგოიზმი იქნებოდა იქ იმ საოცარ მონასტერში ყოფნა, სადაც მე ვიყავი და ამიტომ ჩამოვედი, მაგრამ ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა ის ყოფნა იქ ჩემთვის და სასარგებლო იმედია მე რომ ხვდებით რომ ჯიბეში არ ვიდებ, მე ყველაფერს თქვენ ჩემთვის მინდა, რა თქმა უნდა, ჩემთვის თუ არ მექნა თქვენ რას მოგცემთ, მაგრამ ჩემთვის და თქვენთვის მინდა. ძალიან მიხარია რომ ბევრი ხართ, მინდოდა უფრო მეტი ყოფილიყავით, მაგრამ ნუ ზოგი ქმარ არ გამოუშვა, ზოგი ცოლმა არ გამოუშვა ალბათ. მაგრამ აი ყოფნისას რაღაც წვავად ქონდა განცდა, ეს აპოკალიფსური განცდა ამ ცხოვრების და უცებ ხანდახან რომ მოვახოლმე და პატარა სენაკებია ძალიან 3-3-ზე და სინათლე არ არის რა თქმა უნდა იქ და სანთელიანთია, კანდელიანთია მარტო და ხის ღუმელია და აი ანუ მინიმალური პირობები და ძალიან პატარა, უბრალო, ღარიბული, მაგრამ ძალიან თბილი და რაღაც უცებ მოვიდა აი ეს განცდა, ესეთი აპოკალიფსური განცდა მოვიდა, შეიძლება ასე ითქვას და იმ წავსე ფურცელი ავიღე და ჩანაწერი გავაკეთე, როგორც ჩავწერე აღარ შემისწორებია და მე ამას აღმოგიკითხავთ, იმიტომ რომ ჩემთვის მნიშვნელოვანია ყოველთვის და მაშინ იქ დაბადებული განცდა და გადმოცემული სიტყვაში და მნიშვნელოვანია საერთოდ დღევანდელ დღეს, როდესაც ხალხი წინ მომავლისაკენ იყურება იმედით, მაგრამ არა იმ ქრისტეს მიერ იმედით, რომელი იმედიც არის სათნოება ღვთის წინაშე, არამედ იმედით, რომ კვლავ ხორციელად, კარგად, ტკბილად ცხოველური განცდებით კარგად იცხოვრონ ადამიანება, ისე რომ სულიერი დაივიწყონ და სულიერი დავიწყება მუდამ და მუდამ წარმოშობს იმ უბედურებათა ჯაჭვს, რომელსაც დასასრული არ აქვს და საბოლოოდ დამთავრდება ანტიქრისტეს მოვლენებით. და ეს განცდა აი ამ სიტყვებში გადმოიღვარა. მე უბრალოდ წავიკითხავ. ხას უსვალ რომ დღეს განსაკუთრებული დროა. განსაკუთრებული დროა დღეს, ვიდრე იყო თუნდაც თქვა წლების იქით. უღმერთობა ყოველთვის იყო. ამ სოფელს ქრისტე არასდროს ყვარებია. ხორციელი ტკბობა ყოველთვის ერჩივნა ქრისტეს ერთგულებას და სულიერ ცხოვრებას. მაგრამ არასდროს არ ყოფილა ის, რაც დღეს არის. და რა არის დღეს? ჰედონიზმი, სიამოვნების კულტი, უზნეობა და ქრისტეს სიძულვილი სამყაროს ერთ-ერთ ოფიციალურ, ან შეიძლება ერთადერთ ოფიციალურ იდეოლოგიად იქცა. იდეოლოგია ნიშნავს უკვე გაბატონდა, როგორც იდეოლოგია და უკვე სავალდებულოდ ხდიან ყველა ადამიანისათვის. ანტიქრისტეს სული უკვე გაბატონდა. ხოლო ისტორიის სცენაზე მის გამოსვლამდე წამებიღაა დარჩენილი. მაყურებელიც, ანუ მსოფლიო თანამეგობრობა ბრჭყალებში ჩავსვი რა თქმა უნდა. მაყურებელიც, ანუ მსოფლიო თანამეგობრობა მჯდომარე ჩაბნელებულ დარბაზში, ანუ სულიერ სიბნელეში. სულ მოუთქმელად ელოდება ამ წამების გასვლას, რომ მას დიდი რეჟისორის, ანუ სატანის დიდ მსახიობს, ანუ მატყუარას ოვაციებით შეხვდეს. და ეს ოვაციებით შეხვედრა ძალიან მალე იქნება. რა ვქნათ ჩვენ? გვეშინოდეს თუ ჩვენში ამასოფლის სული იქნება გაბატონებული, დიახონა გვეშინოდეს. რატომ? წამების არა. ვისიც ამასოფლის სული გაბატონდება, მას ანტიქრისტი არ აწამებს. იმიტომ რომ ამასოფლის სულით მაცხოვრებელი ადამიანი მას ოვაციებით შეხვდება. იმიტომ რომ მეკითხარით, რომ ის არის დიდი რეჟისორის, სატანის, გენიალური მსახიობი და მატყუარა უწოდებ, მოგატყვილებს. წმინდა მამები გვასწავლიან, თუ ადამიანში ქრისტეს სული არ იქნება, შენი აღსარებლობა და მაზიარებლობა უბრალოდ და ნომინალური ქრისტიანობა არაფერს გიშველის, ვერ მიხვდები და ეს სიტყვები ქრისტეს სიტყვებიდან მოდის. რჩეულნიც შეცდებიან, რჩეულში იგულისხმებიან ქრისტიანები.
რატომ შეცდებიან? იმიტომ რომ კიდევ ვიმეორებ, თეორია ქრისტიანობის არ გიშველის, თუ ღმერთს არ იცნობ. და ღმერთს რომ იცნობდე, უნდა ცხოვრობდე ზედმიწევნით, ქრისტიანულად სწორედ და ქრისტეს მოწაფე უნდა იყო. ხოლო რაც შეეხება ქრისტიანებს, თუ ვინმე ვართ ასეთნი, არ ვიცი, გამოჩნდება. არ უნდა გვეშინოდეს მაინც. იმიტომ რომ მას ჩვენს პირად არჩევანზე არანაირი შესაძლებლობა არ აქვს, რომ ძალად დაგვატანოს. და თელი ქრისტიანული მსახურება და თელი წმინდა წერილი სწორედ იმ სულისკვეთებით არის აღსებული, რომ ჩვენ მისი არ გვეშინოდეს. თუნდაც ფიზიკურად მოკლას, ნუ გეშინიათ მისი, ვისაც თქვენი ფიზიკური მოკვდინება შეუძლია. ქრისტე არის ჩვენი მოძღვარი. მოძღვარია ქრისტე. და გეუბნება, ნუ გეშინია იმისი, ვისაც ჩვენი ფიზიკური მოკვდინება შეუძლია. არ დაუჯეროთ ჩვენ მოძღვარს.